ბავშვების დაახლოებით 5-დან 10%-მდე დისლექსიით იბადება. სკოლაში ისინი ნელა კითხულობენ, უჭირთ მარტივი ტექსტის გაგება და მართლწერაში ბევრ შეცდომას უშვებენ. ისინი ისეთივე ჭკვიანები არიან, როგორც სხვები. თუმცა მიუხედავად ამისა, სკოლაში წლების განმავლობაში ინსტრუქციების მიღება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მათ ტვინს მაინც უჭირს გონებაში სიმბოლოების სწორად დალაგება. ბავშვები, რომლებსაც დისლექსია აქვთ, კითხვისას ციფრებსა და ასოებს გადაადგილებულად აღიქვამენ. წერისას კი შეიძლება სიტყვები გამორჩეთ. ზოგიერთი თავის ხელნაწერში ასოებს უკუღმა ხედავს და უჭირს გრამატიკის წესების დაცვა. მართლწერა ხშირად მათთვის შეუძლებელია. ფონოლოგიურ ცნობიერებაში ვარჯიში ბავშვებს ეხმარება გაწვრთნან ტვინის საკუთარი ტუჩების მოძრაობის, ბგერებისა და სიტყვის სტრუქტურების აღქმაში. ამიტომ პროფესიონალი თერაპევტები ხშირად ჯერ საბაზისო უნარებზე ფოკუსირდებიან, როგორებიცაა ლაპარაკი და მოსმენა. მხოლოდ მოგვიანებით გადადიან კომუნიკაციის უფრო კომპლექსურ ფორმებზე, როგორებიცაა წერა და კითხვა.